2022 წელს მარტო ილიას უნივერსიტეტს ორი უკვე მოპოვებული უცხოური დაფინანსება გაუქმდა. არქეოლოგიური გათხრების. რატომ? იმიტომ რომ რაღაცა დრაკონული წესი შემოიღეს, ჩემი განცხადებები უნდა ნახოთ სურსათის უბნებლობის რაღაცა დეპარტამენტში, იმიტომ რომ იქედან უნდა მოგვეტანათ ცნობა, რომ დედოფლის წყაროში სრულად დაუსახლებელ ადგილას თხრიდნენ და იქედან 170 მეტრში იყო საფეხმავლო ბილიკი, რომელზეც ძროხები, ასე ვთქვათ, ის ნახირი გადაადგილდებოდა. და სამი კვირა ვნოდებოდით იმ სურსათის ეროვნული სააგენტოს, რომ მოესწრობა, რომ გერმანელები რომ ჩამოვლენ და ჩვენი სტუდენტები და ჩვენი პროფესორი ამას რომ გათხრიან აქ, ის იმ ძროხას არ დააზარებს. ეს არის ახლა ისეთი კოშმარი. პესტიციდების გაჯერებული საკვების ქვეყანაში ეს წარმოიდგინეთ, რომ აი ასე შეაფერხეს ეს ყველაფერი და ის ფონდები გააქცეს. მეორე წელს ჩვენ აღარ მოგწა იმ გერმანულმა ფონდმა დაფინანსება. იმიტომ რომ ჩაითვალა, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც არ არის, ასე ვთქვათ, ასეთი ფონდებისთვის მყარი.